მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო, დიდო და პატარა მეგობრებო. დღეს განსაკუთრებული დღეა. ჩვენ კვლავ გავხდით საზღვრებს და ერთ სივრცეში გავერთიანდით მთელი მსოფლიო. სწორედ დღეს გაიმართება პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის დაბრუნება და თეატრალური სტუდია არტ-პლაზას ერთობლივი წარმოდგენა სახელწოდებით ბოლო ზარი. ჩვენ უკვე მრავალი წელია თანამშრომლობთ და მეგობრობთ რეჟისორ თამარ ხიზანიშვილთან და მის თეატრალურ სტუდიასთან და არც ეს პროექტი წარმოადგენს გამონაკლისს. თუმცა აღნიშნული ინიციატივა უნიკალურია თავისი ფორმატით. თეატრალური წარმოდგენის პრემიერა გაიმართება ვირტუალურ რეჟიმში. ჩაიწერება და შემდგომ აიტვირთება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე. პროექტის მიზანია ქართველი ახალგაზრდების შემოქმედებითი გაერთიანება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ჩვენ ერთ სივრცეში გავერთიანდით ქართველი მოყვარული მსახიობები და ახალგაზრდები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ჰერეთიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. გასული 2 თვის განმავლობაში აქტიურად ტარდებოდა ონლაინ რეპეტიციები, მეტყველების გაკვეთილები, ინდივიდუალური მასტერკლასები და სამუშაო შეხვედრები. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო თვითონ მონაწილეს და შემოქმედებით ჯგუფს მათი დაუღალავი შრომისთვის. სტუდია არტ-პლაზას რეჟისორ ქალბატონ თამარ ხიზანიშვილს, პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრი დაბრუნება ტექნიკურ რეჟისორს ქალბატონ მაკა მიდოდაშვილს, მეტყველების პედაგოგ ქალბატონ თინათინ კობალაძეს და პროექტის კოორდინატორ ნინო კოკოხიას. გულითად მადლობას ვუხდით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამოქალაქო სამსახურს მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მადლობა, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ ყველას და წარმატებები გისურვოთ თქვენ, ჩემო ძვირფასებო. მოგვივიდა მოსვლა. კი, ბატონო მინისტრო, იცით რა შეასაქმე? დღეს თქვენ 5 სკოლა გაქვთ მოსანახულებელი და ამიტომაც ვიფიქრე ვერ მოვასწრებთ თქო. რასაგებია, მაგრამ აქ ჯერ სამზადისია. რა ქვია დირექტორს შემახსენე? რაგვარია? უი ხო, ბატონი მირიან გეგეშიძე, ისეთი კარგი ადამიანია. მაგრამ აქ რეფორმები არ უყვართ ხომ? წერილია მის პედკოლექტიდან შემოსული. ნახოთ როგორ დაგხვდება. არ არის ცუდი სკოლა ხომ? სისუფთავია, წესრიგი, თათია დაურეკეთ? ვინმე დაგხვედროდა? დიახ, ყველაფერი რიგზეა, დაველოდოთ. ბატონი მირიანი აქამდე უნდა დაგხვედროდა, გაუგებარია, რა ხდება? არ ვიცი რატომ არ დაგხვდნენ, მობრძანდით. გამარჯობა ბატონო მინისტრო. ერთი წუთით. ახლავე დავიწყეთ. აი ახლავე 2 წამით დაგველოდეთ. მოგესალმებით. გამარჯობა ბავშვებო. მადლობა ბატონო გრიშა. კარგით. ბავშვებო, მობრძანდით, დალაგდით. მობრძანდით ბავშვებო, მობრძანდით. გამარჯობა, გამარჯობა. კარგით ბავშვებო, დავლაგდით ახლა და შემდეგ გავაგზავნოთ. კარგით, სიტყვას გადავცემ ჩვენი სკოლის დირექტორს მირიან გეგეშიძეს. მობრძანდით ბატონო მირიან. გამარჯობა. მინისტრი მოვიდა? კი, მოვიდა. სად დასვით? პირველ რიგში. დავიწყეთ. ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო. მინდა მოგილოცოთ ეს ბედნიერი დღე. ხო, ვიცი, რას ფიქრობს ახლა ყოველი თქვენთაგანი. გააბავს თავისებურად აღარ დაამთავრებსო. მას რა არ თქვა, ისე გაგისტუმროთ. გარდა ამისა, ჩვენ მასწავლებლებმა ხომ მთელი ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი თქვენ შემოგწირეთ. ახლად გახართ თქვენ აქ, საზეიმოდ გამოწყობილნი, დამშენებული გალამაზებულნი. გახვალთ აქედან 1000 გზა გელით წინ. აიჩეთ რომელიც გსურთ. თქვენ დიდი საქმიანობები გელით მომავალში. დიდი მადლობა ბატონო მირიან, ტაში თუ შეიძლება ტაში. კარგით, ახლა სიტყვას გადავცემ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქეთევან გოგლიძეს. ამ გამოთხოვების ჯამს მე წაგიკითხავთ ჩემ მიერ დაწერილ ლექსს, რომელიც თქვენ მოგიძღვენით.
ჩემო ბავშვებო, ჩემო ჩიტებო, ჩემო ბარტყებო, ჩემო ბრიტებო, ჩემო შვილებო, ჩემო კარგებო, ჩემო ცელქებო, უკვე მაგრებო, ჩემო გიჟებო, უკვე ქალებო, ჩემო მხეცებო, უკვე კაცებო. გაივლის ხანი, გაირბენ წლები, სკოლაში მოვლენ თქვენი შვილები, დაურიგდებათ მათაც სიგდები, მე კი ამ ქვეყნად აღარ ვიქნები. კარგით, რა ქეთომას. კარგი თომას. კარგი, საკმარისია თუ შეიძლება. დროა სიტყვა გადავცემ ქიმიის მასწავლებელს ნუნუ ჯუღელს. მოგესალმებით. A კლასი თუ B კლასი? გე. მოგესალმებით G კლასი. სკოლის დასრულება ფრიად მნიშვნელოვანია. მაგრამ ბევრი დრო დაკარგეთ, ბევრი დრო. დრო კიდევ ძალიან ძვირფასია. აი მაგალითად, მამუკა რომ არ სწავლობდი, გეგონა არ გამოგადგებოდა ქიმია? ქიმია უკვე 22 საუკუნის საგანია. არაფერი არ გამოვა რა თქვენგან. რა საზიზღრები ხართ. საყვარლები ხართ. აიმე ზარქუა. შვილო, 1/7-იანი ვერ მიგიღია, 1/7-იანი, 1/7-იანი. ამ კარგით, ამაზე 6-იანი ხო გამოგვიყვება. კარგი რა. კარგი რამე. მე ეგეც ვეღებ. კარგი, დიდი მადლობა. ახლა სიტყვა გადაეცემა თქვენს საყვარელ მასწავლებელს, ინგლისურის მასწავლებელს, ეკატერინეს. აბა გაის, ჩემო სიყვარულებო. და თქვენ ამთავრებთ სკოლას და იწყებთ ახალ ცხოვრებას. მინდა იცოდეს, რომ თქვენ ჩემთვის მარტო მოსწავლეები არ ყოფილიყართ. თქვენ იყავით ჩემი team, ჩემი inspiration. თქვენ მილამაზებით დილას. მიყვარხართ ყველანი და ძალიან მომენატრებით. დიდი მადლობა. ჩვენც ეკამ. კარგით. ყველას დიდი მადლობა. ახლა კი დროა. ერთი წუთით რატომ არ უნდა გქონდეს სიტყვა დავუშვათ მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარეს? კარგით, რა შუაშია. კარგი რავანო. მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე. ჩვენი სახელოვანი სკოლა, რომელს 120 წლის წინ გაიხსნა. ეს თბილისში წარმატებული სკოლა. მე, რომელს მშობელთა კომიტეტის უფროსი, საუკეთესო კლასს, საუკეთესო ბავშვებს, გილასაც სკოლის დამთავრებას. ახლა საუკეთესო უნივერსიტეტში ისწავლეთ, მაგრამ არასოდეს ვიმეორებ, არასოდეს არ დაივიწყო მშობლიური სკოლა. გაუნახეთ თავისუფალი დრო და ყოველ წელს აუცილებლად მოდით სკოლაში. აქ ჩვენ სიყვარულით გელოდებით. ვაიმე, სოკრატ! ფანჯრა რომ ჩაინტრია და ფული ვერ გადაიხადე და ბავშვმა რომ შეგიგროვეს. გახსოვს სოკრატ, გახსოვს. როგორ მოგწონს? გადამავიწე. ეს რა სალაპარაკოა. მაგრამ ისევ თქვი, ისევ. გილაცავ. ჩვენი ვოკალის პედაგოგი ციცინო ცუცქირიძე. აიმე, ძირფასო კოლეგებო. ეს ბავშვები, ეს საყვარი და ნიჭიერი ბავშვები. აი ვაიმე. სად არის? ზარქუა, ვაიმე, სახელი დამავიწყე, როგორ დამავიწყე? ბავშვებო, გამახსენეთ. ვაიმე, რა თქვა? ვაიმე. სოკრატი მას, სოკრატი. აი სოკრატი, ეთავანას. როგორ დამავიწყდა? სულ რომ გიტარას დაათრებს. აი მართალია ხარნო, გუნდი ვერ დავაყენე. მაგრამ რაც თავარია. რაც მართალია, ძალიან კარგი ხმაურთ, ძალიან კარგად მღერის. აბა სოკრატ, ხალხური სიმღერა მიმღერე? მიდი სოკრატ. მამას. კარგით. აბა ეხლა ყველამ ერთად ვიმღეროთ, სანამ ბოლო ოზარი აწკრიალდება. მოდით ყველამ ერთად. ჩემ სამზე. 1, 2 და 3.
შემოხდა გაფრინდი როგორ სწორია ინდივერაჩი გაფრინდია აი რა უცებ გამიხვედი ვაი მე რა საყვარლები ხართ რა კარგად მღერი ხართ ვაიმე მიყვარხართ გილოცავ და მიყვარხართ ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლე მე-11 კლასელი ნინო ასლამაზიშვილი ძვირფასო მე-12 კლასელებო აი დადგა ის ნანატრი დღეს თქვენ დაამთავრებთ სკოლას გილოცავთ სკოლის კედლებში დაარჩება თქვენი ბავშვობის წლები გაიხსენებთ ყოველ დღეს რაც აქ ჩვენ სკოლაში გაგიტარებიათ გისურვებთ აგისრულდეთ თქვენი ოცნებები კიდევ ერთხელ გილოცავთ კარგით, თუ შეიძლება. ახლა სიტყვა მინდა გადავცე მე-12 კლასის დამრიგებელს. ნინო მას, მობრძანდით. ძვირფასო მეგობრებო აი მე როგორ ვღელავ მთელი გულით და სულით უდიდესი სიყვარულით მინდა მოგივოცოთ სკოლის დამთავრება ცხოვრების ფართო გზაზე გასვლა ხვალ თქვენ აღარ იქნებით მოსწავლეები ბევრი კლასი გამიზრდია მაგრამ თქვენ ყოველთვის განსაკუთრებულები იყავით თქვენ სკოლის სამაგალითო ადამიანები თქვენი მეგობრობაც კი სამაგალითოა ურთიერთსიყვარული და ეს სამაგალითო კლასი ჩვენი სადამრიგებლო კლასია დიდი მადლობა. კარგით, სიტყვა გადაეცემა ჩვენ უმცროს კლასელებს. მასწავლებელს თქვენ მოყავდით მაგალითად. გილოცავ ყველას. რა ბედნიერება სკოლის დამთავრება. გისურვებთ ყველა მაიჩოთ კარგი უნივერსიტეტები და წარმატებები. დღეს ბოლოს არის დაირეკება და სკოლას დაემშვიდობებით. წინ სტუდენტური წლები გელით. გილოცავთ და როგორც ნინო მასწავლებელმა თქვა, საუკეთესო წარმატებულ ცხოვრებას გისურვებთ. კარგით, დიდი მადლობა. ახლა უკვე დრო დადგა, სიტყვა გადავცეთ ჩვენი სკოლის სიამაყეს ოქროს მედალოსანს მზია რაზმაძეს. მიდი მზია. მიდი. მხოლოდ ჩემი სახელით ვიტყვი. ასე აჯობებს კიდეც. ყველას გონია, ეხლა ვიტყვი თუ როგორ მიყვარს სკოლა. მიყვარს სკოლა. დიახ, მიყვარს. ისე მიყვარს, როგორც მგლის ლექვს თავისი ბუნაგი. და ახლა ამ ბუნაგიდან უნდა გამოძრე. მაგრამ უცებ, ჩემს წინაშე 1000 გზაა, 1000. რომელი ავირჩიო? დიდხანს ვეკითხებოდი ამას საკუთარ თავს. უпростоრად გავურბოდი ამ კითხვას, მაგრამ ახლა მორჩა, ვეღარსა დავემალები. სკოლამ ბევრი რამე მასწავლა. ვიცი რუსული, ინგლისური, მათემატიკა, ფიზიკა, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო. არ ვიცი ცხოვრების რომელ გზას უნდა გავყვე. მეშინია, ძალიან მეშინია. აი ეს მინდოდა მეთქვა. მზია, დედიკო, სკოლის კართან პირველი მე დახვდი. მეხთან მე დაგვსი. დედაენაც მე გადაგიშალე, ხომ ასეა? ასეა მას. ეს შიში ჩემგან დაიწყო? არა, გვიან, ბევრად უფრო გვიან. უფრო გვიან გაიზარდა, ჩამოყალიბდა, მაგრამ იქნებ ჩემ დროს ჩაისახა იგი. არა, არ ვიცი. შენ შემდეგ ბევრმა მოსწავლემ გაიარა ჩემს ხელში, მაგრამ შენ ჩემო მზია საუკეთესოდ დარჩი და ეს საუკეთესო ახლა უბედურად თვლის თავს. გამარკვიე რაშია საქმე. მზია რაზმაძე ჩვენი სკოლის საუკეთესო მოსწავლეა. მომეცით მიკროფონი. მე ახლა არ მინდა ვარკვიო, რამდენად მართალი იყავი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ გულახდილად ლაპარაკობდი. თავი აწიე რისთვისაც დიდ მადლობას გიხდი. დიდი მადლობა. არ უნდა რა მზიას თქვენი წყენება. კარგით, ბავშვებო, დამშვიდით, არაფერია, მობრძანდით, მეირთვით. მობრძანდით. მზია, შენ სწორი არ ახარ. სკოლა ხომ ჩვენი მშობელი, მსურველი დედაა. მან დაგირწია აკვანი, მან დაგაყენა ფეხზე. არა ვანო მას.
ამდენი ხნის განმავლობაში ხელის გულზე გატარებდა. ეგრე არაა, ანუ მას. აი შეიკი ხელი შობელდე და საუმხედდი, უმადურო. აიცი რა მაგარი გამოსვლა იყო, აი ისე უქენი რა, ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა რა. სოკრატ, ამო რას უთაჰაერზე გავიდეთ. დროა ბოლომდე შევიგრძნოთ თავისუფლება რა. აი წამოხო რა, ჩუმადე. ვიდი მზიას დაუწარ. ჩუმა. ხალხო გამოდით. გავიდეთ, გამოდით. გამო. ბავშვებო ეს ой, სად წავიდნენ ბავშვები? წავიდნენ? სად წავიდნენ ბავშვები? მიგოტოვ. სად წავიდნენ ბავშვები? რა იყო ეს, ა? აბა. ამ ზიარაზმაძემ რა იბჟუტურა? აბა. ამ ლაწირაკემას რა გამოსვლა ჰქონდა? ჩვენთან სუფრაზეც არის კადრის დაждომა, კარგით რა. აბა. ბავშვები არიან და ბავშვები არიან და დაიბნენ. გაიზარდნენ უკვე, დღეს სკოლა დაამთავრეს, კარგით რა. ხო პატარები არიან რა, ანუ რა ბავშვები არიან. ბავშვები არიან, კარგით რა. ეს აკოფი. ხო არა, ისე კაცმა რომ თქვას, ისეთი რა მოხდა. დაიბნა ის რაზმაძეა თუ ვიღაც ეშმაკია. დიახ, დაიბნა. ისე იცით რა კარგი დედა და მამა ყავს? დედა და მამა რა შუაშია. კარგი რა, გრიშა, ასე არ არის? როდესაც მე რეფორმებზე ვლაპარაკობ, არავინ ყურს არ მიდევს. მზიარაზმაძე ჩვენი სკოლის სიამაყეა. ვიცით გრიშა. მასში თითქმის მთელი ჩვენი ოცნება და ჩანაფიქრი განხორციელდა. ვიცით ბატონო, ვიცით. აი რა. ამდენი წლის ნამაგარი ჩვენს წინააღმდეგ შემოტრიალდა და ნუ თუ თქვენ ეს ბატონოვანო არ გაღელვებთ. ბატონო გრიშა. დიახ. იქნებ თქვენ თვლით რომ დამნაშავე რაზმაძე კი არა ჩვენ ვართ? რაში არაზმაძე დამნაშავე? იმაში რომ არაფერი არ აინტერესებს. ცხოვრების ეშინია და არ იცის რას დაადგეს, არა? კარგი გრიშა, დამშვიდი, მზიარაზმაძე როგორმე გაიტანს თავს. მზიარაზმაძე გაიტანს თავს, მაგრამ სხვები? ვინ სხვები? სხვები. გოგი გიორგაძე სპორტსმენია, ხომ არ დაგავიწყდა? სპორტსმენია. კარგი რა ვარ, ხატვარია. ხატვარია. ბავშვები ცეკვავენ, მღერიან. რაქნან მეტი გრიშა რა. მე რამდენად უნდა ჩატარდეს რეფორმების, კარგით რა, დავიღალეთ ჩვენ. რეფორმები, ბატონოვანი, რეფორმებია საჭირო. მე რამდენად უკვე. ვინ გააცილა მინისტრი? ვინ გააცილა მინისტრი მეთქი? მე გავაცილე ბატონო მირიან. და შენ რატო? ხვალ მოვიდესო ჩემთან 10 საათზე. ვინ მოვიდესო? თქვენ ბატონო მირიან. რა დღეა დღეს? ხუთშაბათი. წადისი. რა თქვი? მე? ხო, შენ რა თქვი? გაიმეორე. მე რა თქვი, არაფერი არ მითხრა. გაიმეორე მეთქი. დამშვიდდით. არაფერი არ მითხრა, მოგეჩვენა ალბათ. დაწყნარდით ხო? დამშვიდდით. ქალბატონო ქეთევან, ეს ჭიქაინებეთ. ქალბატონო ქეთევან, თქვენ გაგიმარჯოთ. თქვენ იქნებით მუდამ ჩემი პედაგოგი. ჩვენს კოლექტივს გაუმარჯოს. გაგიმარჯოთ. გაუმარჯოს ქალბატონ ქეთევანს. გრიშა, გაუმარჯოს ქალბატონ ქეთევანს. გრიშა, შენ არ მადღეგრძელებ? მასწავლებელი მშობლის ალერსით ამოქარგული ტკბილი ანბანი. მასწავლებელი კარგით რა ქალბატონო ქეთევან. ინერვიულებთ, კარგით რა. მუდამ მამულზე ფიქრით გართული, მასწავლებელი მუდამ ტრფიალი, რაც კი კარგია, რაც კი ქართული. მასწავლებელი რა ქალბატონო ქეთევან, შევესით რა. დამშვიდით რა იყო, კარგით.
წნევა აგიწევთ ქალბატონო ქეთევან. დამშვიდით ქალბატონო ქეთევან. მოსწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი. საკმარისია რა ქალბატონო ქეთევან. ვერ აგია, გამაგრე გრიშა. შენ ვერა. დამშვიდით ქალბატონო ქეთევან, დაბრძანდით. ო, მირიანოს, როგორ ხართ? აი, ნერვიულობთ, ვერ გაიგებს ვერა. ო, ნინო მასწავლებელი, ჩემი პირველი მასწავლებელი. თქვენ მასწავლეთ, აი თითი, აი თათი, ხუთი თითი, 10 თათი. ავა, იცით როგორ ძალიან მიყვარხართ ნინოს, აი ძალიან მიყვარხართ რა ნინოს მართლა რა, აი ძალიან მიყვარხართ რა, აი რავი რა როგორ გაიგეთ. ოხ, ქეთო მასწავლებელი, გულის გამხარებელი. როგორ ხართ ქეთომას? რაო? როგორ ახართ, როგორ? რაო? როგორ ახარო, ქეთომას, როგორ? რა გაყვირებს ბიჭო? აი ვანომას. თქვენ ხო თქვით უკვე. კაცებო, ქალებო, მოდი და ერთ სიგარეტს დაგაწერთ რა. კაი, გაგიტყდა ბიჭო. გაგიტყდა, რანაირად გაგიტყდათო. აი ვანომას, გახსოვს ადრე რომ თავში ვიყავდი. მოდი და ერთხელაც ჩამარტყი. მიდი ჩამარტყიდო. მიდი ერთხელაც ჩამარტყი. ერთხელ ჩამარტყი რა. მიდი ერთხელ ჩამარტყი რა. აი ჩამარტყავ და ისეც ჩაგარტყავ. მე რა. აი გასო. ქიმია რა. კარგით. ბატონებო, მოდი გავხიარულდეთ. დაბრძანდით. ორიგინალური ნომერი. ნინიკო, შარფი თუ შეიძლება. მადლობა. ქალბატონო ქეთევან, სული შეუბერეთ. კარგით რა. მოდი, შენ შეუბერე ეკატერინე. რას ეკეთებ? მოდი, ქიმია. არა, ქიმია, არა. გრიშა მოდი აბა შენ შეუბერე. კარგი რა ვანო რა, კარგი რა. მოდი რა, შეუბერე. შეუბერე. კარგით ხალხო, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? მიდი რა იყო რა. ხო, კარგით. კარგით, დაითვალეთ 3-მდე? 1 2 3 აი შენი რეფორმები, გრიშა, აი. შენი. გრიშა. დამშვიდით. ანალგინი არ გვაქვს უმეს. ნახავ ახლა. არ მოგ. ბატონო მირიან, თქვენ ახლა შეიძლება გამაგდოთ, მაგრამ რეფორმებია საჭირო. ბავშვებს ახალი სწავლის მეთოდი სჭირდებათ, ბატონო მირიან. ბატონო მირიან, უნდა დავფიქრდეთ რეფორმებზე, საჭიროა რეფორმები, ბატონო მირიან. კი, მაგრამ რა შუაში ვარ თქვა და ქმეა? თქვენ ქალბატონო ქეთევან. იქნებ სწორედ თქვენ ხართ ყველაზე მეტად დამნაშავე. რაო? სწორედ თქვენ ხართ ყველაზე მეტად დამნაშავე ქალბატონო ქეთევან. ვერ გაიგო გრიშა, არ გინდა რა. ვერ გავიგე, რას მოდავს ვანო ეს კაცი? სწორედ თქვენ ხართ ყველაზე მეტად დამნაშავე ქალბატონო ქეთევან. დამშვიდი გრიშა, გითხარი, დღეს არ არის თქო ამის დრო. ახლავე შევეცდები და გიმტკიცოთ. დაბრძანდით ბატონო ვანო. დიახ, თქვენ. დაბრძანდი. მადლობა ბატონო მირიან. თუ შეიძლება ექსპერიმენტის სახით ერთ მარტივ გამოცდას მოგიწყობთ. მე მომიწყობდი გამოცდას. დიახ, თქვენ. ძალიან. ზარხართ? დიახ. თუ შეიძლება გაიხსენეთ რომელ წელს დაიბადა ვაჟა-ფშაველა. ოხ, ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა რაზიკაშვილი, რა თქმა უნდა. ქალბატონო ქეთევან, დამშვიდით. ქალბატონო ქეთევან, რას კარნახობთ? თქვენ წარმოიდგინეთ და დამიწყებია.
კარგით ბატონო ვანო. თუ შეიძლება გაიხსენეთ რომელი წელს დაწერა ილია ჭავჭავაძე კაცი ადამიანი. კაცი ადამიანი კი ბატონო რა პრობლემა 1800 ზუსტად არ მახსოვს კარგით დაახლოებით ბატონო შემიძლია. ქეთემა რა კარგით რა. დაახლოებით შემიძლია ბატონო გრიშა არა ბატონო ვანო. მე ახლა ზუსტი თარიღი მჭირდება. ზუსტად არ მახსოვს კარგით ბატონო დაბრძანდით. თუ შეიძლება გაიხსენეთ რომელი წელს დაწერა ბარათაშვილმა თავისი მერანი. ოხ მერანი კი ბატონო მირბის მიმაფრენს უგზო უკლოთ ჩემერანი კარგით რა ბატონო ვანო თარიღი ბატონო ვანო. დედითი შავი ყორანი გასცი მერანო თარიღი შენს ბატონო წენებას ვანო. არ მახსოვს თარიღი ბატონო ვანო. თარიღი არ მახსოვს არა აი ხალ ბატონო ქეთევან, აი ბატონო მირიან, თუ ბატონ ვანოს დაავიწყდა ვაჟა-ფშაველას დაბადების წელი, მის მოსწავლეებს რატომ უნდა ახსოვდეთ იგი? იმ ცოდნის 90% რომელსაც თქვენ უტენით ბავშვებს, ამგვარი ცნობებისაგან შედგება და იმ ცოდნის 90% გადაყრილია. თქვენ ცუნებაზე მეუშიმათ, ქუჩა ხეტიალი უფრო მოსწონთ. თქვენ გინდათ რომ ემათ უმეცრებას აუვა მხარი? თქვენ იძახით რომ არ გიდათ მხარი აუბოთ უმეცრებას, მაგრამ თქვენ ხომ უმეცრებას ავრცელებთ. მე? და ეგ როგორ? მირიან, გააგდე ეს კაცი სკოლიდან. სბოლაჩ. ხალბატონო ქეთევან რა იყო? რა იყო? რავი, რაღაცნაირად ისე მიყურავდი. რა იყო გრიშა კატა მეფეში ხედავ. გრიშა მე დღეს შენ გითხარი არ არის თქვა ამის დრო. ვანო შენ ახლა მთვრალი ხარ. გრიშა მე შენ გითხარი დღეს არ არის თქვა ამის დრო. ვანო გასაგებია? შენ ახლა მთვრალი ხარ. შენ აგავი ხარ გრიშა ნაგავი. უხ შენი. დამშვიდდით. გრიშა შენ ახლა ადგები და ბოდიშს მოუხდი ხალბატონ ქეთევანს. შენ ახლა ადგები და ბოდიშს მოუხდი ხალბატონ ქეთევანს. გასაგებია? ამიხსენი ის უნდა მოუხადო ბოდიში. წუხარ ესე რო გამოვიდა. მე პირადად ქეთევანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რეფორმებია საჭირო. 40 წელი ასწავლის ერთი და იგივეს. ვაჟა-ფშაველა დაიბადა ამა და ამ წელს. გლახის ნაამბობი ბატონყმური ურთიერთობის წინააღმდეგაა მიმართული. ბარათაშვილმა მერანი დაწერა ამა და ამ წელს. როგორ არ გესმით? მთელი ლიტერატურა მშრალ დოგმათა კრებულად აქცია. დაბერდა ბოლოს და ბოლოს ხომ არ უნდა მოკვდეს ამ სკოლაში. 40 წელი შევწირე მე ამ სკოლას. მეზიდღებით ყველანი, მეზიდღებით. კი, მაგრამ გრიშა, და ვის ჩავაბარო ის კლასი? ეგ არ არის პრობლემა, ვიღაცას მიპოვით. მე ჩამაბარეთ ეს კლასი. ესე იგი შევთანხმდით. ხალბატონ ქეთევანს პრემია გამოუწეროთ და საზეიმო გაცილება მოუწყოთ. დიახ. ერთი წუთით ხვალ პედსაბჭოზე არავინ არ დაიგვიანოს. 4 საათზეა ჩანიშნული. გასაგებია ბატონო მირიან. ბატონო მირიან. ვა, მიდით აბაჰა, წასულა ნემასწავლებლები. შემო. მოდი. მიდი ჰა დაისხი მე 105 სკოლის ყოფილი მონა. დამაცადი. აი ახლა სვამ თავისუფლების სადღე გრძნოს. თავისუფლებას გაუმარჯოს მეგობრებო. გაუმარჯოს. ისე ყველასთვის გინათ თავისუფლება თუ მარტო თქვენი თავებისთვის, ჰა? ყველასთვის. ესე იგი ყველასთვის, არა? თაღლით თავისუფლება ითაღლითოს. კვლევს თავისუფლება მოკლას, არა? აი, დებილებო, კრეტინებო. იცით თქვენ რომ თაგვებსაც კი წესრიგი აქვს სოროში დამყარებული. ნაწილი მბრძანებლობენ და დანარჩენი ემორჩილებიან მათ. ხო, ასეა თაგვებთან. მაიმუნებთან და ადამიანებთან ხო მით უმეტეს. ცხოვრებაში ან უნდა დაიმორჩილო, ან უნდა დაემორჩილო. სხვა გზა არ არის და არ შეიძლება რომ იყოს. და შენ რა თქმა უნდა დაიმორჩილება რა, კეისარო.
დიახ ბატონებო, დავიმორჩილებ. და როგორ დაიმორჩილებ მამუკა? ძალიან გაინტერესებს? აი ძალიან. გეტყვი. როგორ და დავჯდები 5 წელი სადმე მანსარდაში. ხატავ და ხატავ. აი შენ იჭიდავე. 5 წლის მერე დაგპატიჟებთ ჩემს პერსონალურ გამოფენაზე და იქ გავაგრძელოთ ჩვენი დისპუტი. მოიცა, ხომ შეიძლება რომ ეს ყველაფერი აი ასე არ მოხდეს. კი, შეიძლება. მერე არაფერი. ამ ქვეყნად მოხდება ერთი უმნიშვნელო რამ. სადმე ღობის ძირას ჩაძაღლდება თქვენი მამუკა მეტრეველი. ვაიმე მამუკა, მამუკა. აი ეს უკვე მარტივი წარმოსადგენია. ადე. ძალაუფლებას გაუმართოს, მეგობრებო. გაუმართოს. უფ, კაი გვინოა. აბა, ეხა ყველამ დალია, მანახტა ბაჭიქები. კარგია. აუ, ჩემი რა. კაიტო, რამზია რა დაგემართათო? მიდი რა ჩვენთან ახარ იქეიფე, ნახე, რამდენი სასმელი გვაქვს რა. რა დაგემართათო? კაი, რა დაგემართები, ხოცები ამოიღეთ ხო? კაი, მოусმინოთ მაინც, რამე მაინც. გოგო. წავიდა და მოусმინოთ, ზიას, ხო? ხო მოусმინოთ. მიდი, მეგისმე. დღეს მე ყველას წინაშე ვაღიარო, რომ არ ვიცი რა გზას ვეძიო, მაგრამ გოგი, შენც ხომ არ იცი. გინდა ორიომ ერთი გზა ავიჩიოთ, ერთად წავიდეთ ჰოლანდიაში, რიგაში, გერმანიაში, სადაც გინდა, ნებისმიერ ინსტიტუტში ჩავაბაროთ. ეთილი გოგი, მე ვიცოდი რომ პასუხს არ გამცემ. რატომ ხდება ასე? მთელი ჩემი ცხოვრება სულ მარტო ვარ, მარტო. რატომ მერიდებოდით? გეგონათ რამეს დაგიშავებდით? არ მოგწონდით ან უბრალოდ მაინც არ გჭირდებოდით? კი, მაგრამ რატომ? ხომ მეგრძნობდი რომ თქვენ არასოდეს არ გიყვარდით. შენ არავის პატრონობა არ გჭირდება, ჩემო მზიკო. შენ ძალიან კარგი გოგო ხარ. კარგი რა დროს ტირილია. აი რა თავი წამოდა გოგო რა დაგემართა რა, მოდი იქეიფე, ნახე რამდენი სასმელია, საჭმელია, მოდი რა. შემეშვი. გოგო რა დაგემართა. კაი ხო, მოდიში. სოკრატ. ხო, რა იყო? ღვინო დამისხი. მაიცა, ეგეც შენი ღვინო. მაკა, შეიძლება შენი სათვალო დავლიო. შენი ბედნიერების აშშოსო, რომელიც მე არ მაქვს. შენ ყველას იგდავ და ეს ყოველთვის ასე იქნება. არ დამვალო და მშურ შენი. სწორედ ამიტომაც ვარ. აუ, კაიტო, ეხა რა როჟები ძიხარ ბოლო რა იყო? ქეიფია თუ პანაშვილი ვეღარ გავიდეთო? რა პანაშვილი ბიჭო, გაგიშდი? რა ვიცი. ერთიც და მეორეც ჩემო სოკრატ. წარსულს უმარხავთ. პატარა სიურპრიზი მაქვს თქვენთვის. მიდევა? ეს რა? აი მე რა ლამაზი ნახატები. ეს რა? სასაყვალო. ეს მე ვარ იქ. ეხა სოკრატ რა უნდა იყოს? კაი, მამუკა. აი ეს ნახატი ჩემთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ვახი ბიჭო. აი. აიმე. დირი ხარ გოგო. რა გატირებს ე? აი რა ლავია. მალე სხვა ხომ ხარს გავფრინდებით. ეს ერთმანეთს ნორმალურად გავიცანით და ახლა უნდა დავშორდეთ. კაიტო, შენ საღა დაგემართა. ვითომ ბოლომდე გავიცანით ერთმანეთი. რას ამბობ, 12 წელი ერთად მოვდივართ. შენ ყველაფერი იცი, რასაც შენზე ვფიქრობ. რა? თუ ვფიქრობ ჩემზე? აზრზე მოდი რეებს ამბობ მამუკა. შენ ჩემზე ცუდად არასოდეს გიფიქრია? მე მამუკა? მე არასდროს. აი არავისე. გოგი, შენ ჩემი პირველი ძმაკაცი ხარ. მე შენთვის ყოველთვის კარგი ვიყავი? ყოველთვის არა. აგერ, ხომ ხედავ?
რაღაც მინდა გთხოვოთ. მოდი ისე დავშვედეთ ერთმანეთს, რომ დაფარული არაფერი იყოს. ყველაფერი ვთქვათ. არ გამოვა. რატომ არ გამოვა? აი რომ არ მოგვეწონოს ეგ შენი გულის გადახსნა. მაშინ ჩვენი მეგობრობის ფასიც კაპიკია. ვისაც თქმა და წავიდეს. მე წავედი. არ წახვიდე. რა პონკია? კაი, აი რა მოვიდა მაკარა. აი ხო დავჩემი. აბა, ვისგან დავიწყოთ? წამოხაც ცერნა, მიდი ხა შენგან დავიწყოთ. ჩემგან არა, აი ლალისგან დავიწყოთ. რა, რატომ უნდა დაიწყოთ? იმიტომ, რომ შენგან დაწყება ადვილია. შენ ყველა გეცოდება, ყველა გიყვარს. მე შენია. ხო, მოდი მიდი ლალი უცხოთ. მიდი დაიწყე. კარგი, ხო, დავიწყებ. აბა რომისგან დავიწყო? მიდი რა, ჩემგან დაიწყე რა, მიდი რა. შენგან დავიწყო. მოდი, შენგან დაიწყე. არა. მოდი გოგისგან დავიწყებ. გოგიჭკები, ესე იგი, შენ ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული. მამა შენი კომპანიის დირექტორია. ლალი გეხვეწები რა, არ გინდა ეხლა შენებურად რა. პირდაპირ თქვი, ბოლომდე და გულახდიო. ხო, გოგი გენაცვალე. ყველაფერს ვიტყვი. ესე იგი, შენ ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული. მამა შენი კომპანიის დირექტორია. ძალიან ბედნიერი მოკლედ. ლამაზიც ხარ, ჭკვიანიც, ხასიათით კარგი გაქვს, ხონიერიც ხარ. გახსოვთ ბიჭებო, ნახალუკელი ნაჯახა მიწასა როგორ დაანერცხა? მოიცადო, ეგში საიდან გახსოვს, მა? აი ნახეთ რა ხალხო რა, აი მე ვიყავი იქ, მე ვნახე და ამას მოვყევ. ეხა ეს აგიც მიყვება რა. კაი რა, აი მე მათქვენეთ ორი სიტყვა რა. აი მართლა რო იცოდეთ რეები უკნა გოგი? აი არ ვიცი რა, ძმაო, პირველი ხო შემოარტყა. აი დააგდო ეგრევე რა და მეორე რომ მოუქნია ფეხი და ვახშენი. აი ამაყენეთ მაინც ხალხო. კარგი სუბრად. ესე იგი, ხასიათით კარგი გაქვს. რა ვქნა, გითხრა ყველაფერი, რომ გეწყინოს? ლალი, მე შენგან რა უნდა მეწყინოს? გითხრა. აბა, რა უნდა აქნა? და რომ გეწყინოს, ხომ არ გეწყინება გოგი? თქვი ლალი. როგორ აინტერესებს? მიდი რა. შენ უგულო ხარ გოგი. როგორც ყველა ბედნიერი ადამიანი. კაი, კაც. იხარ ბედნიერი, მაგრამ შენი ბედნიერება სხვას არ აწბობს. მაგალითად? მაგალითად, ფეხი რომ ვიხრძი ამ ზამთარს. მოხვედი ჩემს სანახავად? არა. ლალი, გენაცვალი. შენ ხომ ერთადერთი ხარ განუმეორებელი. ცხვირის მოწმენდად ვინმეს დასჭირდა წამში იქახარ რომ მიეხმარო. ყველა შენნაირი ხომ არ იქნება. აუცილებელი არ არის მე მგონი, მაგრამ შენ რომ არც მამუკას გავხარ, გახსოვს სოკრატეს დედამისმა ქუჩაში რომ გამოაგდო. მოიცა რა, კი არ გამომაგდო, აი მე თვითონ წამოვედი რა, პრინციპის გამო ეხა. ვისთან იყავი ის ერთი კვირა სოკრატ? აი მამუკასთან ვიყავი, ხატავდა. და გოგისთან რატომ არ წახვედი, თქვი სოკრატ? ესა, მამუკასთან ვიყავი ეხა და გოგისთან როგორ წავიდოდი? თქვი სიმართლე, რატომ არ წახვედი გოგისთან? აუ ნახე, არ მაწყობდა რა და არ წავედი. არ აწყობდა. შენ უიღბლო ხარ სოკრატ, ის კი იღბლიანთა სახლია. ლა, რას დაიჭემეს, იღბლიან და ბედნიერი რა. ჩემი ბრალია. არა გოგი, შენი ბრალი არ არის რომ უგულო ხარ. მაგრამ თუ ქურდი იძულებულიო მოიპაროს, რას ფიქრობ, შეიძლება ამის გამო მისი გამართლება? ლალი, შენ ეხა აზრზე მოდი რებს ლაპარაკ რა. კარგი. ბიჭო არ ჩაიდგე. მაშინ იცით გაიხსენე, ფული რომ წააგო რამას ფიფიამ. მე ვინ მიხსნა რამაზი, შენ? აუ ჩემი რა ნაკლია.
აი ლალი რა მოგივიდა? რა იყო? კარგი რამაკა, არ გინდა ეს რიჟა ბაზარი. ვიცოდი, რომ გაყიდულ ველოსიპედს გაგიხსენებდი. აბა რა, ველოსიპედი გაყიდა. მეგობრს არ დაენანა, მაგრამ ის გაიხსენე, როგორ აგინე რამას უკანასკნელი სიტყვებით. ჩვენ კი ხმაც არ მოგვიღია. ფული შევაგროვეთ. შენი მოხვედი, ის ყველაზე ბოლოს. შენ გოგი მისთვის უკანასკნელი არ მიგიცია. ძველი ველოსიპედი მოგბეზრდა, ახალი გინდოდა, სპორტული. ლალი შენ აზრზე მოდი რეებს ლაპარაკობ რა. უგურო იმიტომ რომ ეს დეგენერატი სოკრატი მამუკასთან დარჩა ღამის გასათევად და არა ჩემთან. ან იმიტომ რომ შენი ფეხის დასატირებლად რომ არ მოვედი ნახევართვის წინათ, ამიტომ არ ლალი უგულო. ამიტომ არ მეთქი ლალი უგულო. გოგი რა მოგივიდა აი ბიჭო, კარგი, მომცე იჭრო ბიჭო, რა მოგივიდა? კარგი, ბოდიშ ვიხდი. არ კიდო და ბოლომდე სიმართლე რომ მეთქვა? ტყუილია რა. ტყუილია ეს ყველაფერი. ტყუილია, აი განსაკუთრებით კი ველოსიპედს. მამუკა, შენ ხომ მაინც იცი რომ ტყუილია? ტყუილია აბა რა. სიაბანძე ნუ მეთანხმები რა. მართლა ტყუილია. კარგი რა. მოურჩეთ ამ სისულელეს, თორემ ტრად დავშორდებით ერთმანეთს. აუ მოურჩეთ რა. რა მოურჩეთ, ხალხურ რა მოურჩეთ. გადავყლაპო რაც მითხრა და მოვითვინო, არა? არა, გენაცვალ. მაშინ დაჯექი და მოусმინე, ვინც რას ფიქრობს, ის თქვას. კი ბატონო. ლალი მიდი. რა, მე ხმასაც აღარ მოვიღებ. ამდენი იტალიკინა და ახლა ამბობს ხმას არ მოვიღებო. შენა გოგო დავიხვარა, მიგირთხია რამეზე. აი ბიჭო, კარგი დაწყნები. რა მოგივიდა? გოგი ორწა, მოდი. მაგარი საქმე მაქვს რატო შენთან, აი გეხვეწები ჩემ გარეშე არ წახვიდე რა. შენ და იმ ნაჯახას გეხებათ რა. გეხვეწები არ წახვიდე. ხო, კარგი. კარგი სოკრატ, კარგი. შეიძლება მეთქვა? სოკრატი ღამის გასათევად შენ არ მიპატიჟა. მოიცა რა სოკრატი ხარ, ჩემი დაბადების დღე თუ პროგრამაში ვარ, რა იყო? მე მაგალითად მჯერა რომ შენ გოგი ავადმყოფსაც მოინახულებ. უსახლკარო მეგობარსაც შეუშვებ სახლში და ველოსიპედიც არ დაგენანება მისთვის. უკანასკნელ პერანგსაც კი გაიხდი და მისცემ მჯერა. თუ ვინმე სცემენ განაშენ არ გარბი ხარ პირველი საშველად. შენ სიცოცხლესაც არ დაიშვებ, მაგრამ რისთვის? მხოლოდ ერთი რამისთვის. ყველაზე კარგი გინდა გამოჩნდე. შენ ისე მოგწონ შენ თავი რომ სხვა ყველა გავიწყდება. უგულო არ ხარ გოგი. პატიმოყარე ხარ. უგულო კაცს მაშინვე გამოეცნო, პატიმოყარეს კი ვერა. რადგან ამგვარი კაცი სულ იმის ცდაშია სხვას კარგად მოაჩვენოს თავი. თეცნათელასავით ხარ გოგი. ლამაზად ანათებ, მაგრამ არა თქო. მაგალითად წამოსვლაზე უარი რომ გითხარი, ეს იმის სამაგიეროა. რაც გინდა ისი ფიქრე. ჩემთვის უკვე სულ ერთია. რა დღეა დღეს? უჩავაჩი. აუ ხო ისე გოგი რა გეხვეწები რა, ჩემ გარეშე არ წახვიდე რა. მაგარი საქმე მაქვს თუ. ო, გავიგე სოკრატ, ხო მითხარი უკვე. გითხარი? ხო და გიმეორე ძმაო, ძალიან ისეთი საქმე არის რა. შენთვისაა კაი. ო, კარგი. მამუკა. მამუკა. მიდი აბა ერთი შენს თქვი. კაი რა გოგი რა. ხუი ბიჭო. მოურჩეთ რა გოგი. აუ მოურჩეთ ხო რა გეხვეწებით. რა არის ეს? რა, გეცოდები და იმიტომ არ ამბო? არა გოგი. არ მინდა შენ სულში ხელისფათური. მამუკა თქვი. მოურჩეთ მეთქი რა. მამუკა თქვი. მოურჩეთ მეთქი. თქვი მეთქი. მოურჩეთ მეთქი. კარგით რა გაჩვენე? ბიჭო, ვიცი ყავ შენ კიდე. მე მაიზამართ, მამუკა მეტრეველი. ნუ ჩუბო რა. ხო და თქვი. როგორ თქვი მზია? ადამიანიო, თავისთვის იწვისო. ერთი მითხარი, აბა ვინ წაიკიდებს ცეცხლს ხვის გასათბობად? არა გოგი. თუ დაწვა მიწერია, დაე მთელი კაცობრიობისთვის დავიწვა. აი შენ დიდო კეისარო, მართლაც დიდი გაქანება გქონია.
მე იქნება ჩემი თავი ხა მერთი მგონი. ვის რას უშავებ ამით? მხოლოდ საკუთარ თავს, კეისარო, მხოლოდ საკუთარ თავს. მოვლენად რომ არ გთვლიან აღარ იცი რა ქნა, თუმცა თუ როგორღაც სამხატვრო აკადემიაში გაწვერი, აი იქ ნამდვილად შენზე უკეთესი ადამიანები იქნებიან. მაინტერესებს, როგორ გადაიტან ამას? მადლობა გოგი. რისთვის, კეისარო? გაფრთხილებისთვის. ღმერთმანი გავითვალისწინებ. რა, გამოსწორდები? თუ აღარ ჩათვლი თავს კეისარად. თუნდაც. ხოდა დრო არა, რა ჩემი ფეხების კეისარი შენ ხარ? ლალი, შენ უფრო მიუხვდი გოგის. იღბლიანიაო, ყველაფერს ადვილად აღწევსო. მამუკა, მაიმუნობას თავი დაანებე და საქმეზე გადადი. იქნება არღის, ჰა? ფერს რატომ რა? თუ დაიწყე თქვი. კეთილი. ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენ, მე და აი ეს, ხშირად თამაშობდით ხოლმე დისპუტობანას. აი ერთხელ კი პირისპირ მოგვიხდა შეხლა. ჩემს ნახატებზე ქედმაღლურად დაიწყო მსჯელობა. მე გამეცინა და ვუთხარ, რომ დაბადების დღეზე მივართმევდი ხალხურ სურათს. დედები მზის ჩასვლის ფონზე წარწერით. ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა. ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია. დავდიოდით ისევ ძველებურად ხელი-ხელ გადახვეულები. შენ ჩემს კომისიაზე გამოსვლას გულისხმობ, ხომ ასეა? დიახ, გამოსვლას. ისეთი არაფერი. კულტურის სამინისტროში სასკოლო ნახატების გამოფენა უნდა გახსნილიყო. გამოფენაში გამარჯვებული ნახატები კი რიგაში უნდა წაეღოთ. მინდოდა მე ახლა მაგ კონკურსში გამარჯვება. მინდოდა. შენ ეს მშვენივრად იცოდი, მაგრამ კომისიაზე გამოხვედი და რა თქვი შენ მაშინ გოგი? მამუკა, როგორ გგონია? თუ შენს ნახატებზე გული მერევა უნდა გაქო? გოგი, შენ ჩემს ნახატებზე გული გერევა? ჩემთვის პირში სიტყვას არ გითქვამს. ზურგს უკან კიდე. წინასწარ რა უნდა მეთქვა, მე რა ვიცოდი, რაზე იქნებოდა კომისიაზე საუბარი. არა გოგი, შენ მე გამყიდე. მე იქაც ის თქვი, რაც შენთვის ადრე მithქვამს, მამუკა. არა ძმაო, შენ მე გამყიდე. კი, მაგრამ შენთვის არ უთქვამს, რომ კომისიაზე ვთქვი ნიჭიერია მეთქი. ეგ იმიტომ თქვი, რომ ფეხის გამოდება უფრო ადვილი ყოფილიყო. ამ დროს კიდე დანა გქონდა დამალული. მომენტს ელოდი გაგეყარა. მე შენთვის დანა მქონდა დამალული. მე შენთვის დანა მქონდა. მოდი შენ ხო სამბისტი ხარ, გოგი. შენ მატრაბაზო, შენ. მე მატრაბაზი ვარ, რა შენ ანგელოზია რა. ამაზე მოვრჩეთ. არა, ხო ვიცოდი, ერთხელ მაინც რო იჩხუბებდით, აი, ხო ვიცოდი ვიყო რა. სოკრატ. სოკრატ. რა გინდა ძმა? მიდი ერთი შენს თქვი. მე რა ვთქვა ძმა, ეხა მე და შენ რა გვაქვს გასაყოფი? მიდი რა, აგერ დავლიოთ რა, ვიქეიფოთ რა არის ეს რაღაცა რა, ვიმღეროთ რა. რა უნდა ვიქეიფოთ, ბიჭო, რა უნდა ვიქეიფოთ? ბიჭო, სიმღერა წამოიწყეს, ჩემო სოკრატ. რა გინდა ჩემგან? შენგან რა უნდა მინდოდეს? შენ რომ კაცმა შეგაფურთხოს, ჩამოიწმენ და ზედ სიმღერას დააყოლებ. მინა ბიჭო მე? ხო, შენ. მე რა დაგემართ? აი მე სრაკენი გოგი. არ მოხვიდე მეთქი გოგი ცოდე. მოგკლავ ცოდე გოგი. მოგკლავ მეთქი გოგი. მოგკლავ. მოდია გოგი. აი მე საჩავიდინე. აი მე დანა ვისთან ამოვიღე და აი მე გოგი ბრატ აპატიე რა შენი ჭირი მე რა. აი მე რა ჩავიდინე. ო აპატიეს რა ხალხო რა.
აი ვაფშე ვინა ვარტო რა გიახრა ჩავიდინე სოკრატ ზარქვა ჯე ვინა ვარტო რა მქვია ვის რაში გჭირდებითო ეხო ბუნების ერთი პატარა შეცდომა ვარ არა ბრატებო მაგრამ ხო ქეიფობთ ხო და ვიქეიფოთ რა ვიგუგუნოთ რა არის ეს რა კარგით რა Italy, Otlabi, can miaskas, dabris, pipkebat, shens sahlis, gars. Desafiarawi arances mas viteli potrebi sijuves ჩემი ჯერია. მაგა შენ არ გინდა. რატომ ჩემი შენდა? მაგა შენ არ გინდა, გთხო. საბრალო ჩემო გოგი, რა არ თქვეს აქ შენზე? რა არ მოიგონეს? გვაშინებენ კიდე შეუძლია დანაჩაარტყა ზურგშიო. რას არ გაიგონებ? ნურავის დაუგდებ ყურს. ნუ დამცინი რა მაგარა. არა, არ დაგცინი, მე სერიოზულად გეუბნები. შენ ყველა გარედან ხედავს. შენით არ იყურებიან უკვე ნებისმიერი გოლიათის ამოტრიალება შეუძლია. საშიშია უფრთხილითო. აი სინამდვილეში კი დედიკოს ბიჭი ხარ. მაგას რაზე ამბობ, მაგა? მთელი წელიწადი ყოველ საღამოს სახლში მაცილებდა და ერთხელაც ვერ გამიბედა კოცნა და ესე დედიკოს გამგონებისზე ამბობენ დანაზურგშიო. მაგა გთხო არ გინდა. რა არ ჯერა რომ გიცავ? აი ამათ რაც უნდათ ის თქვენ. შენ კი გთხო. ამათ თქვან, მე კი გავჩუმდე? იქნებ მწყინს რომ ლაფს გასხამი, შენ კი თვინიერად ისმენთ. ისიც საწია თვითონ რომ გულიმი შენს დანახვაზე. ასეთიაო ისეთი. მოყოლეთ და თან კისერს გიშვერენ, თო კი ხაზღვარ განეწასაყვანად. რა ვიხარ მაკა? შენ რა? შენ ჩემზე კეთილი ხარ? შენ კი შეიძლება დედიკოს ბიჭის გამწარება, ჩემთვის კი არა? გამწარება? რისთვის მაკა? იმისთვის რომ ღირსი ხარ. მკვლე ხარ, გოგი შენ გლანძღავენ, გაგინებენ, შენ კი თავს უშვენ. აი ეგრეც გინდა, მე რატომ დაგინდო? ლაჩარი ხარ შენ, ჩემო გოგი, მატყუარა და მშიშარა. ესე იგი ბოლომდე არა მართლები ხართ არა შენ რა თქვი უგულო პატიმოყარეო ხო შენ სიცინათელასავით ანათებ და არა თბობო შენ სოკრატ შენთან რა გინდა შენ კი მაკა მიწასთან გამასწორ გაყიდვიშნოც არა აქვს ლაჩარიაო ბოლომდე არა მართლები ხარ რა მოდი ლალი შენგან დავიწყოთ შენ ახარ ძალიან კეთილი შენ ახარ ლალი კეთილი მხოლოდ იმისთვის ცხოვრობ რომ საკუთარი სიკეთე აჩვენოს ხოებს კი მაგრამ რაში გჭირდება ეს ყველაფერი იმაში რომ ეს შენი ნიღაბია მხოლოდ გულის სიღრმეში შენ ჩემო ლალი არც ისეთი უცოდველი ხარ შურით ხარ სავსე
ამ ოთახში ყველა მჯდომის გსურს, მზიასიც, მაკასიც და მამუკასიც. ყოველი მათგანი რაღაცით გჯობია, ყოველ მათგანზე როგორც ჩემზე ღმერთმა იცის, რას მოროშავდი, სიკეთით ინიღბები. თუმცა, როდესაც საშუალება მოგეცა, თავი გამოიდე და პირველმა დამასხი ლაფი. გოგი, რა გოგი? ჩვენ ხომ თავს იმცირებ ამით. მერე ვის წინაშე? თქვენს წინაშე. თქვენ ხომ უკვე მიწასთან გამასწორეთ შენც მათ შორის. თვითონ არ თქვი ბოლომდეო, გულახდილადო. განა შეიძლება სიცრუე გულახდილი იყოს? მე ის თქვი, რასაც ვფიქრობ. მე ზუსტად იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. არ იყო ეს ყველაფერი საჭირო. გეშინი არა. მიხვდი რომ ეხლა შენ მოგდგები, ხო? მიდი გოგი, არ მეშინია. არ გცხვენია რომ შეყვარებულად მომაჩვენე თავი. თავი მოგაჩვენე? ხო, თავი მომაჩვენე. ჯერ უგულო, მერე პატივმოყვარეო, ახლა მითხარი, რომელს დაუჯერო, შესწრემლებს თუ შენ სიტყვებს. პრინციპული ადამიანი. აი, რატომღაც ასეთი პრინციპული სკოლაში არავის უყვარდი. მე უგულო ვარ, ხო? მე პატივმოყვარე ვარ, არა. შენ ვინ ახარ? ისთვის იჭაჭებოდი მთელი ეს 12 წელი სკოლაში. მხოლოდ იმისთვის, რომ ყველას ეთქვა რა გადასარები გოგოა. როგორი არაჩვეულებრივიაო, 12 წელიწადი მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულით ცხოვრობდი. დღეს კი მიხვდი, არ გამომივიდა პირველობა და გამოვანწყავა ის. წავედი. ვერ წახვალ. და ძალით გამაჭერებ? თუ დამჭირდა? სადე? აბა წადი. გეშინია და გარბი ხარ. იცი ახლა მე რასაც მოყვები. არ გაბედო. ეს მოხდა სულ ცოტა ხნის წინ. მათემატიკის გამოცდის წინ. გოგი არ გინდა, გოგი გთხოვ, გოგი ერთად წავიდეთ, გოგი სადაც გინდა, იქ წავიდეთ, გოგი. გესმის, გოგი სადაც გინდა, იქ წავიდეთ, გოგი. არა, მაგა. არა. წავედი ზღვაზე საბანაოდ. ხომ იცით ის ადგილი, არავინ დადის ჩვენს გარდა. და უცებ მას ვხედავ. წყალში ის არის. წყლიდან მხოლოდ თავიდან მხრები მოუჩანს. იცინი. მიდი, ნუ რა ვისგერიდება, გაართი ხალხი. მე ხომ არ მოველოდი მას, მე მხოლოდ ფიქრობდი მასზე. ის კი მიღემის მეუბნება შიშველი ვარ. წადიო. შიშველი ის ადამიანია, ვის შეხედვასაც კი ვერ უბეთავ. ქუჩაში რომ ვხედავდი, მთელი ქუჩა ნათდებოდა. მეც დავემორჩილე მის ნათქვამს და მივტრიალდი. შემდეგ მესმის წყლის ხმა ბალახის შრიალი. ესე იგი წყლიდან ამოვიდა. ცოტა ხნის მერე მესმის შემობრუნდი. მეგონა რომ მან უკვე ჩაიცვა, ის კი დგას ეგრე. დედის შობილა. დგას. არაფერს ნალავს. ხრები გადაშლილი აქვს. მიღიმის. თვალებში მიყურებს და მეკითხება, ლამაზი ვარ. მაგა გიყურებდი. მინდოდა თვალი მომეშორებინა, მაგრამ ვერ მოგაშორეთ ეს მის. მაგრამ მაშინ განა ვიფიქრებდი, რომ აი ეს ადამიანი, რომელიც ასე ძლიერ მიყვარდა, ქალღმერთი კი არა, უბრალოდ ზუკანა ყოფილა. ბოლომდე არა, მართლები ხართ ხომ? მაშინ ვინ არის აქ ყველაზე მართალი, რატომ გაქვთ ყველა სხვადასხვა აზრი ჩემზე? ვინ არის მართალი? ვის დავუჯერო? სინამდვილეში კი თქვენ ყველანის ტყვით, ყველანი. ჯობდა მოვეკალი. რა საზიზღარი ყოფილა. ჯობდა მოვეკალი. ყლელია, მა ვინ არის?
ეგეთები არიან რომ მოუძებნიან ადამიანს ყველაზე ძვირფას რაც გააჩნია და ჯობდა მოვეკალი. მარტო შინდოს ხომ აუ ყველას რაღაც სუსტი, ყველას რაღაც დაუცველი გვიპოვა და ჯობდა მოვეკალი. უნდა გამეფრთხილებინა რა. აუ რა მინდოდა რა უნდა გამეფრთხილებინა. აუ დღეს ისეთი ამბავი დავიგე ხალხო აი ამბავი. აუ ვერ გეტყვით დამაგინეს და ვერ ვიტყვი კარგი რა სოკრატ ბიჭო ეხა დამაგინეს ვერ ვიტყვი სოკრატ აი ხო კაი მაგრამ იცო ხმა და კრინტი გაიგეთ ნაჯახას ეხება ნაჯახამ თუ გაიგო მე სოკრატი იყო და აღარ იყო რა ფაფუ გოგი ხომ დადის ხლის ზღვას სავარჯიშოდ მერე იქნება ნაჯახა თავში ბრაშკით მერე რაღა მერე მოკლავე მაგუბედურს სამბო ვეღარ უშველი შენს გოგის მოკლავე დაუჭამიათ ერთმანეთს მე გარმეხება მე მეხება ეს შენს გეხება მამუკა შენს და შენს შენ არ თქვენ კვლელიაო კვლელი უნდა დაისაჯოს აბა მიდი მამუკა დასაჯე თუ შანსი მომეცემა დაუსჯი არა შენი გარ შეგიძლია აი ნაჯახას კი შეუძლია შენ რა გინდა რომ ნაჯახას შევეკრა არა მე გარ მინდა აბა რა გინდა მე უბრალოდ მინდა რომ ხელი არ შეუშავო ნაჯახას მე მინდა რომ არც ერთმა არ შეუშავოთ ხელი და მინდა რომ პირობა მომცერო ხელს არ შეუშვი ნაჯახას მაძლევ სიტყვას რომ ხელს არ შეუშვი ნაჯახას მამუკა ო გაძლევ შენ სოკრატ მე რატო შენ ხო ოგის გაფრთხილება გინდოდა ეხლაც გინდა გააფრთხილო ოიცა რა რა მაძლევ სიტყვას გაძლევ ხო სიტყვას შენ ლალი რა მაგა რა მაძლევ სიტყვას ნაჯახა ხომ ხეცია მოკლავს გოგის მაძლევ სიტყვას ხო შენ მზია ნაჯახამ რომ მოკლას მაკა მოკლას ხო მთელი ქალაქი გაიგებს შემზე ზუკნაო თითიც საჩვენებელი ვიქნები მე აღარ მეცხოვრება და მაგანი ცხოვროს ერთი არ მინდა რომელიმემ გააფრთხილოთ თორემ მე ნაჯახას ვეტყვი გოგი მიც გააფრთხილა მოიცა ეგრე ხო მე მოკლავს პირველი ხო არ გაგიშდით მამუკა წამოდი გოგისთან კარგით რა ხალხო რა მოგივიდათ ჭორია ყველაფერი ვიღაცა მოჩმახა და მე სოკრატს მიახალა რა გაგიჟდი ეს ადამიანის დამეტება როგორ შეიძლება ის ხომ ჩვენი კლასელია ჩვენი მეგობარი ხო რა და ეგეც არ არის ძმაო ჭორი რა ჩორნა მითხრათ არ არის ეგ ჭორი მოკლავე მაგუბედურს მე წავალ ნუ რავი ნუ გამოვყვებით მე წავალ მე გავაფრთხილე მაკა მეც მოდი ვარ დამელოდე მეც დამიცვადეთ რა მოიცა მე წამოვალ სოკრა დამელოდე მოიცა ბავშვებო საათ ხართ სოკრატ მამუკა ეს რა ქენიტო ეს რანაირად ქენით ეს რა სიმღერა იმღერეთ ჩემო კარგო ქვეყანაო რაზედ მოგიწყენია აწმყო თუ არა წყალობს მომავალი შენია შემოდი აქ შემოდი რა ხდება აქ დედა როგორ დაუყრეთ ყველაფერი წავიდნენ ყველაფერი როგორ დაუყრეთ ვაიმე რა ხდება აქ ნახე გატეხილი ტიქები ნეტა რა მოხდა აქ იჩხუბეს დალეწეს თუ რა უფრო ძირთ დაუგდიათ წვენები დაღრილი ეს სკოლაა თუ რა ნახე პერანგები მოდი წავიკითხოთ გოგო ნახე დირექტორი რას უძერს გილოცავ და იმედი მაქვს წესიერად მიხედავ განათლებას ჩვენ 5 წელიწადში ვამთავრებ სკოლა კი მაგრამ ჩვენ ასე
არ მოვიქცევით. თეატრალური სტუდია არტ პლაზა. ლუკა მესაბიშვილი. გიორგი დალათიშვილი. ნანუკა პაპელიშვილი. ელენი გვენეტაძე. გიორგი ლომინაშვილი. ნია მაჩაიძე. ნიკოლას ზარიძე. ირაკლი ბახტურიძე. სანდრო სახვაძე. ანა გულიაშვილი. მიანინა ნოზოძე. საბა ყაველაშვილი. მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ პირადად მე. პირველი საერთაშორისო დიასპორული თეატრის დაბრუნება ტექნიკურმა რეჟისორმა მაკა მიდოდაშვილმა. უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო სტუდია არტ პლაზის რეჟისორს ქალბატონ თამარ ხიზანიშვილს. ასევე ჩვენი მეტყველების პედაგოგს თიკო კობალაძეს და რა თქმა უნდა პროექტის მენეჯერს ნინიკო გოგოხიას. ხოლო ყველაზე დიდი მადლობა მსურს გადაუხადო ამ პროექტის იდეის ავტორს და სულის ჩამდგმელს ჩვენს მზე თინათინ სვანიძე ვენკოს, რომელმაც გაგვანებივრა და აი ესეთი შესანიშნავი პროექტის მონაწილენი გავხადა. ასევე უღრმეს მადლობას ვუხდი ქალაქ თბილისის მერიას, რომ მან მიიღო ჩვენი პროექტი და ჩვენი ეს დიდი გამოწვევა. რამე თუ ამ პროექტმა დღეს გააერთიანა უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორების ქართველები, ჩვენი ძვირფასი, შესანიშნავი ქართველი ბავშვები დააკავშირა თავიანთ სამშობლოსთან და ასე გააერთიანა ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი, ჰერეთი და წარმოგიდგენთ პირველი საერთაშორისო დიასპორული თეატრის დაბრუნებას მსახიობებს. ნინო ჯეღავრი, ირლანდია. სალომე ზუხბაია, იტალია. ეთი ჯაფიაშვილი, ბელგიიდან. გიორგი გოგიშვილი, ნიკოზი. ეკატერინე ოქროპირიძე, ცხინვალი. ანასტასია ოქროპირიძე, ცხინვალი. ნინი ცხონდია, აფხაზეთი, ფოტობაია. თათია ტარტარაშვილი, ჰერეთი. თამარი ბარეხაშვილი, ჰერეთი. ნინო ასლამაზაშვილი, ჰერეთი. ბარბარე ფლიშვილი, ჰერეთი. მარიამ ძამელაშვილი, თბილისი.